მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. თბილისის მერ კახა კალაძის განმარტებით პროფესიონალიზმი და პატიოსნება არის ის კრიტერიუმები, რომლითაც ქართულმა ოცნებამ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეარჩია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად განუცხადა. პროფესიონალიზმის საქმის ცოდნა, პატიოსნება ეს არის ეს მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ქართული ოცნება და ჩვენი გუნდი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მრავალი გამოწვევა გვაქვს დედაქალაქში, რომელთაც შესაბამისი პასუხი სჭირდება, განაცხადა კახა კალაძემ. პროკურატურა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 4.5 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესიას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 87 დეპუტატი დაესწრო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სესიის გახსნისას განაცხადა, პლენარული სხდომები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩატარდება, რადგან საარჩევნო წელს ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. ამასთანავე მისივე ინფორმაციით პარლამენტის პლენარული სხდომები 15 ოქტომბრიდან განახდება. პაპუაშვილის ინფორმაციით პლენარულ სხდომაზე პარტია საქართველოსთვის წევრების უფლებამოსილებას ეყრება კენჭი. კენჭის ხრის შემდეგ კი განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანი წარადგენს. საკმაოდ რეალურია, რომ ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში, რომელიც ამავდროულად ტრამპის კაბინეტის წევრია, მოითხოვოს შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან. არის თუ არა ამისთვის ის მზად? ამის შესახებ დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების გამო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წელს თავად არ გაემგზავრება და მასზე საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს. მეორე მხრივ ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოხერხდა მაღალი დონის შეხვედრების ჩანიშვნა, ამიტომ მხოლოდ 5 წუთიანი განცხადების გამო ირაკლი კობახიძის არ წასვლა გამართლებულია. საკმაოდ რეალურია, რომ ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში, რომელიც ამავდროულად ტრამპის კაბინეტის წევრია, მოითხოვოს შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან. არის თუ არა ამისთვის ის მზად? თუ არ არის გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობა და მოიმზადოს ამ შეხვედრისთვის, რათა ჩვენ იქიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ, განაცხადა ჩეჩელაშვილმა. ტერორი საქართველოში. ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. მისი შეფასებით ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს. ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს, წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული 8 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა. ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახე და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ევროკავშირის აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა. უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველა შევასრულებთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი სათანადო ვადებში შედგენილია და უკვე გადაგზავნილია ევროკავშირში. პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია. ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ყველაფერი დანარჩენი არის ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის შესაძლებელი.
შესაბამისად მზად ვართ ყველანაირი მსჯელობისთვის. რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ რა და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ არაფერზე გვესაუბრებიან. საბჭოური მეთოდებით უნდათ რომ ხელები გადაგვიგრიხონ და გვაიძულონ, რაც აბსოლუტურად არასწორია, განაცხადა კობახიძემ. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მოქმედდება. დედაქალაქის მერმა ევროპული ახალგაზრდული ბარათის პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ პროგრამა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ევროპის 40 ქვეყანაში 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. მისივე თქმით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის განვითარების, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ბარათი მფლობელებს ასევე სთავაზობს ათასობით ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე. 76 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა მიცემ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანა სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა. წერს მანანა მენაბდის დისშვილი. მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში. მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დრო გამოშვებით წვიმა და ელჭექი ზოგანძლიერი შესაძლებელია სეტყვა. ქარის გაძლიერება ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელობს, რომელიც თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. მიხეილ სარჯოლაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. ირაკლი დავითაშვილს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი. მინისტრმა გაწეული მხარდაჭერის თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოლდოვასა და უკრაინას გაცალკევება უკრაინის მიმართ უსამართლო იქნება. ამის შესახებ დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში მარი ბიერემ კოპენჰაგენში არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ჩვენ გვაქვს რეგიონული მიდგომა გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი უკრაინაა. ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ახლა საქმე უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მარტო დატოვება უსამართლო იქნება. უკრაინასთან დაკავშირებითაც წინ უნდა წავიდეთ. აღნიშნა მინისტრმა. ბელგია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. როიტერსის ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა. მისი თქმით, ბელგია შეუერთდება ნიუ-იორკის დეკლარაციის ხელმომწერებს, რაც გზას გახსნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ და პალესტინის სახელმწიფოს ისრაელთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ. მისივე თქმით, ბელგია ასევე დააწესებს 12 მკაცრ სანქციას ისრაელის წინააღმდეგ, როგორიცაა მისი დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ისრაელის კომპანიებთან სახელმწიფოს შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა და ჰამასის ლიდერების ბელგიაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელგია მიიღო გადაწყვეტილება გააძლიეროს ზრწოლა ისრაელის მთავრობასა და ჰამასზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბელგიის ერთგულებას პალესტინის რეკონსტრუქციის მიმართ და დასცინა, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროპის ზომებს, რომლებიც ჰამასის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარს დაუჭერს ბელგიის ახალ ინიციატივებს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. დღეს განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მათ შეასრულეს საშინაო დავალება. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კოპენჰაგენში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. მისი თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან და მოლდოვასთან ეგრეთ წოდებული სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს. უკრაინასთან და მოლდოვასთან შესაძლოა დავასრულოთ სკრინინგის პროცესი 6-ვე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, აღნიშნა მარტა კოსმა.
უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა, რაც სამართლიან ყოფლის მომცველ და მდგრად მშვიდობას გამოიწვევს გაეროს ქარტიის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა. სუდანიდან მიანმარამდე, საჰელამდე, ავღანეთამდე და მის ფარგლებს გარეთაც ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შევუწყოთ დიალოგს და უზრუნველყოთ მშვიდობა. განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 31 აგვისტოს გაიხსნა და 1 სექტემბერს დასრულდა. ღონისძიებას 20-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.